მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყებთ 26-ე მეცადინეობას და დღეს დავიწყებთ მიმართებითი ნაცვალსახელებით, რომელიც უნდა გავიმეოროთ დღევანდელ მეცადინეობაში. მიმართებითი ნაცვალსახელები არის der, die, das და die მრავლობითი რიცხვი. ეს მიმართებითი ნაცვალსახელები ემთხვევა განსაზღვრული არტიკლის ბრუნებას და გამოვიყენება ძირითადად დიალოგის რეპლიკებში. მას ძირითადად აქვს დატვირთვა სტილისტური. განვიხილოთ მაგალითები. Wo ist mein Mantel? Der hängt im Schrank. სად არის ჩემი პალტო? ის კიდია კარადაში, ანუ საუბარი არის პალტოზე. არცებითი სახელი შეიცვალა არტიკლით. Diese Jacke finde ich schön. Die ist wirklich sehr schön. ეს პიჯაკი მომწონს. ის ნამდვილად ძალიან ლამაზია, ანუ პიჯაკი. Du hast aber neue Schuhe. Ja, stimmt. Die habe ich gestern gekauft. შენ ახალი ფეხსაცმელები გაქვს, რა თქმა უნდა, ისინი გუშინ ვიყიდე. ანუ ისინი იგულისხმება ფეხსაცმელები. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ დიალოგი beim Arzt ექიმთან. მოდით ვნახოთ, როგორ ხდება დიალოგი ექიმთან მისვლის დროს. Guten Tag, Herr Doktor. გამარჯობა ბატონო ექიმო. Guten Tag. Nehmen Sie Platz, ich komme gleich. დაიკავეთ ადგილი, მე მალე მოვალ. Vielen Dank. მადლობთ. Machen Sie bitte den Mund auf. Welche Zahn tut Ihnen weh? Garrit getaყვა პირი. რომელი კბილი გტკივათ თქვენ? Ich bin nur gekommen, weil ich noch einmal die Zähne nachsehe. მე იმისათვის მოვედი მხოლოდ რადგან კიდევ ერთხელ მინდა კბილები დავითვალიერო. Das ist sehr gut. Es ძალიან კარგია. Dieser Zahn muss problemiert werden. შეიძლება ეს კბილი პრობლემური გახდეს. Sie sind zur rechten Zeit gekommen. ცოტა დაგვიანებით რომ მოსულიყავით. Hier ist ein kleines Loch im Zahn. აქ არის პატარა ხვრელი კბილზე. Bitte spülen Sie den Mund und spucken Sie aus. გეთაყვა გამოივლეთ პირში და გადააფურთხეთ. Sie dürfen 2 Stunden lang weder essen noch trinken. თქვენ გეკრძალებათ 2 საათის მანძილზე ჭამა და სმა. Danke, wiedersehen, wiedersehen. ამ დიალოგში ქონდა რამოდენიმე უცხო სიტყვა და განვიხილოთ თითოეული მათგანი. Der Arzt, ექიმი, der Zahn, კბილი. Nehmen Sie Platz, ადგილი დაიკავე. Der Mund, პირი, einmal, ერთხელ. Das Loch, ხვრელი, problemieren, პრობლემა. Ausspülen, გამოვლება. Sie Stunden, საათი, გაკვეთილი. ეხლა როდესაც გვინდა ჩვენ დავიწყოთ საუბარი თანამოსაუბრესთან, შეგვიძლია დავიწყოთ შემდეგი ფრაზებით. Wie ist dein Name? რა ქვია შენ? Wie alt bist du? რამდენი წლის ხარ? Woher kommst du? საიდან ხარ? Wo wohnst du? სად ცხოვრობ? In welche Schule besuchst du? რომელ სკოლაში დადიხარ შენ? Wie viel Sprache sprichst du? რომელ ენაზე საუბრობთ? Wie ist dein Hobby? რა არის შენი ჰობი? ეს ფრაზები იმის გამო მოგიყვანეთ, რომ მოსაუბრესთან გაგვიადვილდეს საუბარი და აუცილებლად გამოვიყენებთ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ თუ როგორ დავწეროთ ბიოგრაფია. მე შემოგთავაზებთ მარტივ ბიოგრაფიას მარტივი წინადადებებით. Lebenslauf, Biografia. Ich bin Ala und bin 20 Jahre alt. Mir war Ala, da war 20 წლის. Ich habe die erste Schule beendet. Mir დავამთავრე პირველი სკოლა. Ich wohne in München in Deutschland. Mir ცხოვრობ მიუნხენში, გერმანიაში. Meine Muttersprache ist Deutsch. ჩემი მშობლიური ენა არის გერმანული. Ich weiß auch Englisch und Französisch. მე ასევე ვიცი ინგლისური და ფრანგული. Meine Hobbys sind Lesen, Spazieren, Spielen und Tanzen. ჩემი ჰობი არის კითხვა, სეირნობა, თამაში და ცეკვა. Jetzt besuche ich an der Universität. ეხლა მე ვსწავლობ უნივერსიტეტში. აქ გამოყენებული გვაქვს რამოდენიმე უცხო სიტყვა და შემოგთავაზებთ მის ქართულ მნიშვნელობას. Die Muttersprache, მშობლიური ენა. Tanzen, tanzte, getanzt. ცეკვა.
Die Universität, უნივერსიტეტი. Wohnen, wohnte, gewohnt, ცხოვრება. ამით ჩვენი მეცადინეობა დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე.